შენი აზრით, რომელი გუნდები გავარდებიან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან? დაწერე კომენტარებში. მე მანამდე ჩემს ვერსიებს ვიტყვი. PSV Arsenal. PSV-მ პლეი-ოფში იუვენტუსი და ერთიან ლიგაში ლივერპული დაამარცხა. თუმცა ამ წყვილიდან მე მაინც Arsenal-ის გასვლას ვფიქრობ, რადგან არტეტას გუნდი უკეთეს ფეხბურთს თამაშობს. რეალი ატლეტიკო ტრადიციულად ბევრს იჩხუბებენ და ტრადიციულად რეალი გავა. PSG ლივერპული ამ წყვილში მე კვარას და PSG-ს გულშემატკივრობ. ამ გუნდს გულშემატკივრობა ნამდვილად დაჭირდება, რადგან ლივერპულის საოცარ ფორმაშია და ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს. ბრიუგე ასტონ ვილა, აქ ცოტას ვილაპარაკებ და ასტონ ვილას ვიტყვი. ბენფიკა ბარსელონა ერთიან ლიგაში ამ გუნდების საოცარი შეხვედრა ვნახეთ, რომელიც ბარსამ 4-5 მოიგო. ფლიკის გუნდი გაცილებით უკეთესია და მეოთხედფინალში ბარსა უნდა გავიდეს. დორტმუნდი ლილი ამ წყვილში ფავორიტი ბევრს დორტმუნდი გონია. თუმცა არ დაგვაუწყდეს, რომ ლილი ერთიან ლიგაში მე-7 ადგილზე გავიდა და პირდაპირ პლეი-ოფში მოხვდა. დორტმუნდი კი არასტაბილური გუნდია, ამიტომ ლილი. ბაიერნი ლევერკუზენი კომპანის და ალონსოს დაპირისპირებაში მე ალონსოსკენ ვიქნები. ბაიერნს კი უკეთეს მწვრთნელს უსურვებ. ფეინორდი ინტერი ამ წყვილში ველოდები სენსაციას. თუმცა ვერ გეტყვით ფეინორდის გასვლა რამდენად სენსაციურია, რადგან მათ ერთი მილანური კლუბი უკვე გამოთიშეს ტურნირს. და კომენტარე შენ რას ფიქრობ?